აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა. ილჰამ ალიევი ახლა ოფიციალური ბაქოსგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ითხოვს. პირდაპირ ამბობს, რომ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში აეროპორტზე და დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა ეს არის მახინჯი ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა სკოლებისა და აეროპორტის წინააღმდეგ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ახლა ოფიციალურმა თეირანმა ბოდიში უნდა მოიხადოს გასცეს კითხვებზე პასუხი, ვინ განახორციელა ტერორისტული აქტი და უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც ამ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა. აზერბაიჯანი ოფიციალური ბაქო თვალს არ დახუჭავს განხორციელებულ თავდასხმაზე და საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაევალა და თავდაცვის ძალებს პასუხი ამ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ აზერბაიჯანი არ არის ჩართული მიმდინარე კონფლიქტში, რომელიც ახლა ირანში მიმდინარეობს და არც სამომავლო დაპირებს რაიმე ქმედების განხორციელებას ირანის წინააღმდეგ. შესაბამისად, ის რაც ახლა განხორციელდა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ეს არის შეელახვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა. საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაბარებულია ირანის ელჩი და საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე საპროტესტო ნოტაც კი გადასცა ოფიციალურ თეირანს. ახლა საინტერესოა, რას მოიმოქმედებს თეირანი, მოიხდის ბოდიშს და აღიარებს თუ არა, ასე ვთქვათ, იმ ქმედებას, რომელიც რამდენიმე საათის წინ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდა. ეს თავდასხმები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ამავდროულად ეს ემსახურება რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას. აზერბაიჯანული მხარე მოითხოვს ირანის მხარისგან, რომ დაუყოვნებლივ შეიტანოს სიცხადე ამ საკითხში, გაატაროს გადამჭრელი ზომები, წარმოადგინოს შესაბამისი განმარტებები და უზრუნველყოს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს საპასუხო ქმედების უფლებას. ამასთანავე, გვინდა აღნიშნოთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოჩთაბად ამირჩილუ დაბარებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას გამოეცხადა პროტესტი და ირანულ მხარეს გადაეცა შესაბამისი საპროტესტო ნოტა. აფეთქება ცოტა ხნის წინ დაახლოებით 2-3 საათის წინ მოხდა ნახიჩევანის აეროპორტში. ჩამოვარდა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი დრონი ჩამოვარდა უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიაზე, ერთი დრონი კი ჩამოვარდა იმ ტერიტორიაზე, სადაც იყო სკოლები და მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. ბოლო მონაცემებით, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, დაშავებულია 4 ადამიანი და საბედნიეროდ სკოლის ტერიტორიაზე არც ერთი ბავშვი და არც ერთი მასწავლებელი არ დაშავებულა. მათი ევაკუირება მალევე მოხდა ტერიტორიიდან. ახლა მიმდინარეობს მოქმედებები, საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე და ამის პარალელურად უკვე ოფიციალური ბაქო ოფიციალური თეირანისგან ახსნა განმარტებებს ითხოვს. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესაუბრეთ ბაქოდან რუსიფ ჰუსეინოვს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ შესაძლოა ეს არ იყო ოფიციალური თეირანისგან განხორციელებული თავდასხმა და ჰუსეინოვი არ გამორიცხავს, რომ ეს იყო უშუალოდ რეგიონში თავდაცვის დანაყოფების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. Министерство иностранных дел Ирана ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანულ მედიას უთხრა, რომ ამ თავდასხმაზე ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ. მაგრამ ფაქტი ერთია, რომელ სხვა ქვეყანას შეიძლებოდა განეხორციელებინა თავდასხმა ჩვენს ტერიტორიაზე. ყველა ის არის ახლა ირანისკენ არის მიმართული, მაგრამ სხვა მხრივ რომ შევხედოთ ამ სიტუაციას, ირანი გადავიდა დეცენტრალიზებული თავდასხმის სისტემაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი სამხედრო დანაყოფები ატარებენ გარკვეულ სამხედრო ქმედებებს, მათ შორის ზოგიერთ პროვინციაში ირანში. მათ აქვთ მოქმედების ავტონომია. ეს შეიძლება არ იყოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება. ისინი ადგილზე იღებენ გადაწყვეტილებას, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არ იყო თეირანში ცენტრალური შტაბის გადაწყვეტილება, არამედ რეგიონალური თავდასხმის დანაყოფების გადაწყვეტილება. აიათოლების რეჟიმმა მაინც განახორციელა მსგავსი ტიპის თავდასხმა აზერბაიჯანზე, მიუხედავად იმისა, რომ ილჰამ ალიევმა მათ შორის პირველი ლიდერი იყო, რომელმაც სამძიმარე გამოუცხადა ირანს. აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გამო ის პირველი იყო, ვინც მივიდა აზერბაიჯანში, ირანის საელჩოში და სამძიმარე გამოუცხადა და ასევე პირველი იყო, რომელმაც თქვა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნებოდა გამოყენებული ირანის წინააღმდეგ და არც
არცერთი ფორმით აზერბაიჯანი ამ კონფლიქტში ჩართვას არ აპირებდა. მიუხედავად ამისა, აიათოლების რეჟიმმა აზერბაიჯანში უპილოტო საფრენი აპარატი სამოქალაქო ობიექტებზე ჩამოაგდეს. ამას მალევე მოჰყვა აზერბაიჯანის ოფიციალური პასუხიც. აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, რომ მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. ეს წერია. ეს არის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია და ახლა საინტერესოა დამატებით რა ზომებს მიიღებს ოფიციალური ბაქო.